პაატაშვილი სრულიად გამორჩეული ოპერატორი არის. საქართველოში ბევრი კარგი ოპერატორი იყო ძალიან. მოგეხსენებათ თვით კალატოზიშვილი სანამ ის რეჟისურას დაიწყებდა ოპერატორიც იყო. მოგეხსენებათ ის ამბავი, რომ სწორედ კალატოზიშვილთან ახალი სკოლა შეიქმნა თითქმის საბჭოთა კავშირში, რუსეთში, მოსკოვში, იცით? მასთან მუშაობდა შესანიშნავი ოპერატორი, რომელმაც გადაიღო მიფრინავენ წეროები სრულიად ახალი მეთოდით, ძალიან თავისუფალი მეთოდით და ასე შემდეგ. აი ლევან პაატაშვილი შეიძლება ისეთივე წარმომადგენელი იყოს საბჭოთა და ქართული საოპერატოროების, როგორც აი ესე დიდი გამოჩენილი ხელოვანები და ოპერატორები მთელ მსოფლიოში. თბილისელი იყო ყველაფრით. თქვენ რომ წაიკითხოთ მისი წიგნი, არაჩვეულებრივი წიგნი არის, რომლის სახელწოდება არის ნახევარი საუკუნე ლეონარდოს კედელთან. იწყება ლეონარდოს სიტყვებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იცით? ლევანი წერს ლეონარდო და ვინჩის სიტყვებს. ერთი და იგივე კედელს სხვადასხვა დროს რომ შეხედო, შეიძლება სულ სხვადასხვანაირად აღიქვა ის. ხან ნესტიანია ეს კედელი, ხან ისეთია, ხან ნაოჭებიანი, ხან სუფთა მზეზე, რა ვიცი, სხვადასხვანაირი. და საბოლოო დასკვნა ის არის, რომ შენი ხედვა არსებული კედლის მიმართ გადამწყვეტია შემოქმედებაში. აი ასეთ დასკვნამდე არის. ლევანი იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ მარტო ეს კი არა, ხომ ტრადიცია ძალიან საჭირო არის, მაგრამ თუ მარტო ტრადიციით აკეთებ რამეს, იცოდე, შესაძლებელია გამეორება გამოგივიდეს. ამაშიც მართალია. ესე იგი, ტრადიციაც საჭიროა და აბსოლუტურად აუცილებელია შენი ხედვა. ამას მოყვება შემდეგი ამბავი. ისევ ლეონარდოს და ლევანის ერთდროულად ნათქვამი. კედელი, თუნდაც მუდამ არსებული საუკუნეების განმავლობაში არსებული კედელი სხვადასხვანაირად აღიქმება. აი ეს სხვადასხვანაირობა არის საფუძველი ნებისმიერი ხელოვნების. მათ შორის, როგორც ლევანი ამბობს, ხედვითი საოპერატორო ხელოვნების. თენგიზ აბულაძის ფილმი „სხვისი შვილები“, სადაც თბილისი აი განსაკუთრებულად საინტერესოდ დაინახა მან თავისებურად, ისე რაც არც ნეორეალიზმი იყო პირდაპირ, არც პოსტნეორეალიზმი, ესე იგი თავისებური ქართული იყო ეს ყველაფერი და ამავე დროს იმ ტრადიციების სრული გამოყენებით, რაც მსოფლიო კინოხელოვნებაში, სახვით ხელოვნებაში არსებობდა. ლევანი იყო მოვლენა ნამდვილად კინემატოგრაფში, იმიტომ რომ მან შეცვალა გამოსახულება. ძალიან ბევრი დიდი ოპერატორი არის მსოფლიოში, ცნობილი. იტალიური სკოლა, ამერიკული სკოლა, განსაკუთრებით იტალიური საოპერატორო. ამიტომ ძნელია რაღაცა ახალი მოიგონო. ლევანმა შეცვალა გამოსახულება და ეს დარჩა მსოფლიო კინემატოგრაფში.
მოსახულ კინო გამოსახულებაა, როგორი მაგარი სცენარიც არ უნდა იყოს, რა მაგარი მსახიობებიც არ უნდა თამაშობდნენ, როგორი მაგარი რეჟისორიც არ უნდა იყოს. თუ გამოსახულება არ არის კარგად გაკეთებული, ეს ყველაფერი იკარგება. ამას ვეღარ აღიქვა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელიც ამას ყველაფერს გამოსახულებად აქცევს, იმ ჩანაფიქრებს, იმ საინტერესო ისტორიებს, სახეებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს სრულყოფილ სურათს. აი ლევანი მაგის დიდო სტატი იყო. გარდა ამისა, ვთქვათ, ფილტრები, რომელსაც ასე თუ ისე ალბათ ყველა ოპერატორი იყენებს მეტნაკლებად, ხო, ფილმში, მაგრამ ისეთი ინტენსივობით და ისეთი კუთხით, რა კუთხითაც ლევან პაატაშვილი აკეთებდა ამას, მე მაგალითად მსოფლიო კინემატოგრაფში არ შევხვედრი ვარ. ცისფერი მთები, სადაც ასე ვთქვათ, ყველას ესმის, რომ 4 სეზონია გადაღებული, რა, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი, ხო? ეხლა ყველას ესმის, რომ ერთი წელიწადი არავინ არ მიცემდა შესაძლებლობას კინოჯგუფს, რომ დალოდებოდა იქ ზამთარს და ყველაფერი გადაღებულია ზაფხულში. და ისე არის გადაღებული, რომ მაყურებელი როცა მას უყურებს, დარწმუნებულია, რომ გარეთ არის შემოდგომა, მერე არის გაზაფხული, მერე არის ზაფხული, მერე არის ზამთარი და ზამთარ ზაფხულში ვიღებდი და ამიტომ სახურავები, რომელიც ჩანდა, წარმოიდგინეთ, ეს არის ყოფილი ვარანცოვი რა, ეს ვარანცოვს ეძახდნენ იმ ადგილს. იქიდან ჩანდა ძალიან ბევრი სახურავი და ამიტომ თეთრი ზეწრები დაგვადებინა ნახევარი დღე დავდიოდით. სახლ-სახლ, ეზო, ავდიოდით იმებზე სახურავებზე და თეთრ ზეწრებს ვდებდით, რომ ფანჯრიდან ეფექტი ყოფილიყო, რომ თოვლიდევს. ნუ გარდა მაგისა, ეხლა მისი პორტრეტები, მისი ვთქვათ, მოძრაობა კამერის, პლასტიკა იმ გამოსახულების, რომელიც აი ძალიან დამახასიათებელია, ვთქვათ, იგივე ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა, რომელიც გიორგი შენგელაიასთან ერთად გადაიღო, განსაკუთრებულად საინტერესოა და თქვათ, ოქროს კამერა აიღო ამასში ნანა ჯორჯაძემ კანის ფესტივალზე, ეს არის ჩემი ინგლისელი პაპა რობინზონიადა და ასე შემდეგ. ეს ბრაუნინგია, ხო? ვაშორე, რა ეს არა. ადახეთ ახლა ბახაბუხი. მე წინა ხვდები ვარ ასეთი მუსიკის, თქვენ როგორც გინდა. კაკაფონია გამოვა და მეტი არაფერი. მე ვიცი რა არის კონკრეტული მუსიკა. მაგრამ თუ ზარბაზნის ხმა დამჭირდა. ნამდვილი ზარბაზარი შევათრიო საკონცერტო დარბაზში. ცხენები ჭიხვინი? დაჯიკი და თავიდან გადაწერე მთელი პარტიტურა. მე კიდევ მატარებელი რა. აუ, აი რა გაწი. ბატონ ლევანთან ურთიერთობა ეს იცით რაღაც ცალკე პოემა ალბათ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ფერმწერი იყო ბატონი ლევანი თავის ყოველ კადრში. აი როგორც დიდ მხატვარს სცნობ მისი ხელწერით, მისი განათებით, ჩრდილსინათლით, აი ესე ბატონი ლევანის კადრები იყო ყოველი კადრი იყო შედევრი. არ არსებობდა რომ ბატონ ლევანს რაიმე რომელიმე კადრი უბრალოდ გადაეღო. ეს იყო ისეთი შინაგანი მომზადება და ისეთი იცით ტექნიკური მომზადება, სასაცილო ამის თქმა, იმიტომ რომ არაფერი არ ქონდა მაშინ ბატონ ლევანს ხელთ იმ ტექნიკური
საშუალებების რაც დღეს არსებობს. ამიტომ თავისი ხელით ქმნიდა რაღაც პირველ პლანებს, რაღაც კადრის გარშემო ჩარჩოებს აშენებდა, რაღაც იმაში იცით ისეთი ჰაერი შემოჰქონდა ფირი, რომელიც ჩვენ მაშინ სვემაქ ჰქონდა ფილმი, არც ვიცოდით ფირი რა იყო, კოდაკი ან ფუჯი მაშინ არ არსებობდა, იყო სვემა, რომელსაც უშვებდა საბჭოთა კავშირი იყო და სვემა იყო ერთადერთი ფირი და აი ამ სვემა იყო უხეში საშინელი ფირი და ბნელ თავის ოთახში, საოპერატორო ოთახში აი ეს ამ ფირებს ხსნიდა და წამებით ჰქონდა გათვლილი პატარა დასხივება სინათლის, რომ მაშინ ფირი იღებდა რაღაც სხვა გრძნობიარობას და უკვე გამოსახულებას ვაკეთდებოდა, იცით? არ არსებობდა მაგისთვის ბატონო ლევანდრო, კადრი, ამდენი სანამ ბოლომდე არ აწყობდა კადრს, სანამ არ მიაღწევდა თუ ვიყავით ნატურაზე, რომ მზეს სწორი პოზიცია ჰქონოდა კადრისთვის, არ არსებობდა მაშინ არც მაგისთვის, არც დრო, არც მეტრაჟი, არც მსახიობის, არც რეჟისორი, საერთოდ არავისი პრობლემები. თავარი იყო კადრი. და აი იცით, ამიტომ ყოველ მის გადაღებულ ფილმს, ყოველ მის გადაღებულ კადრს აქვს ის მაგია, აქვს ის ჯადოქრული, აი ჯადოსნური, აი ის ელფერი, რომელიც რომ იცით არ გაძლევს საშუალებას, რომ კადრს თვალი მოაცილო, როგორც დიდ ფერწერას. ის არაჩვეულებრივი ხელოვნებათმცოდნე იყო. ოღონდ ხელოვნებათმცოდნე არა თეორეტიკოსი, არამედ პრაქტიკოსი, რომელმაც შესანიშნავად იცოდა მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურა, ისეთ რაღაცას მოიტანდა ხოლმე მაგალითად, რომელიც აი ვთქვათ, ესპანურ ან განსაკუთრებით უყვარდა მცირე ჰოლანდიელები მხატვრობაში. და გვეუბნებოდა, რომ დააკვირდით აი მცირე ჰოლანდიელების ხოხი, გოხი, ტერბორხი და აი საერთოდ რემბრანდტის პერიოდის ჰოლანდიური და ფლამანდიური მხატვრობა იყო ჩვენთვის ხოლმე ამოსავალი წერტილი. როგორ ანათებენ ისინი ობიექტს, ადამიანს, საიდან მოდის იქ სინათლე, შუქი, როგორ აქვთ ეს ყველაფერი გამოყენებული, როგორ აქვთ დანახული და მერე გადმოტანილი. აი ეს უნდა ყოფილიყო ჩვენთვის ამოსავალი წერტილი, ოღონდ როგორც კი რაღაცას გაიმეორებდი, იმ წუთშივე გეუბნებოდა, რომ ეს ციტირება არ იყო მისი თვითმიზანი, მთავარი იყო, რომ პრინციპს მიხვედრილიყავი. აი ეს იყო მისი პედაგოგიკა. ანუ სწავლება კი არა. თვითონ მის სტუდენტში იმის გამონთავისუფლება, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო მხატვრულად მაღალმნიშვნელოვანი.
მიხალკო კანჩალოვსკის ფილმი რომანსი შეყვარებულებზე. და მართლაც აი ეს ფილმი რომ ნახოთ დიდ უზარმაზარ ეკრანზე, თქვენ მართლაც მიხვდებით, რომ რა ემოციური მუხტით არის გაკეთებული თითოეული კადრი. და რა ხელა მხარდაჭერა ჭირდებოდა მას რეჟისურისგან, კიდევ ვიმეორებ ამას, რომ ეს გაეკეთებინა. მიხალკო კანჩალოვსკის უწერია, რომ ამ ფილმს ლევანის გარდა სხვა ვერავინ გადაიღებდაო. დიახ, ეს ასეა. ეს ასეა. სხვა ვერავინ ვერ გადაიღებდა. იმიტომ რომ თავისუფლების გამოყენებას გამბედაობა უნდა, იცით? ის რაც შეგიძლია, ყოველთვის ვერ ახერხებ, რომ გამოიყენო, ან თავის დროზე გაგახსენდეს ის, რაც გასაკეთებელია და მე შეიძლება გაგახსენდეს, რომ აი ეს იგჯობდა. აი ბატონ ლევანს თავის მობილიზების ის უნარი ჰქონდა საოცარი, რომ თავის დროზე, თავის ადგილას მთელი თავისი პოტენციალის ფოკუსირება მოეხდინა და სწორად მისთვის არასოდეს არ იყო კადრის ასე ვთქვათ ოპერატორული ოსტატობა თვითმიზანი. აბა ნახეთ მისი ფილმები. არც ერთი არ მეორდება, ასე ვთქვათ. მაგრამ ყველა არის იმ კლასისა, რომელზეც იტყვი, რომ კი, ეს პაატაშვილია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაც გააკეთა ლევან პაატაშვილმა, ეს არის საოპერატორო სკოლა, რომელიც მან შექმნა საქართველოში. ლევან პაატაშვილთან ერთად, ლევან პაატაშვილის ჩამოსვლამ და რეზო ჩხეიძის გონიერმა და ძალიან წინ დახედულმა აზროვნებამ და საერთოდ რეზოს მათ ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართულ კინემატოგრაფში და განსაკუთრებით იმაში, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასწავლებელი. ეხლა არის კინოს თეატრის ინსტიტუტი, ადრე თეატრალურს ეძახდნენ და იქ გაიხსნა კინოფაკულტეტი. და ერთ-ერთი წინაპირობა მაგისი ლევან პაატაშვილის ჩამოსვლა იყო და მან გახსნა კინოსაოპერატორო ფაკულტეტი და საიდანაც აი ბევრი ძალიან პროფესიონალი გამოვიდა, ერთ-ერთი ვთქვათ გიორგი ბერიძე, ჩემი კურსელი და ჩემი მეგობარი, სამწუხაროდ აც გარდაცვლილი და თვითონ ფილმები ლაპარაკობს იმაზე, რა დონეზე აწია ლევანმა საოპერატორო ხელოვნება საქართველოში, მაგრამ თვითონ იყო უნიკალური კაცი, მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მასთან ერთად მემუშავა რეზო ესაძეს ფილმი არის ნეილონის ნაზვისხე. მე მინდა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს ფილმი, იმიტომ რომ ყველა როცა უყურებს, მაინც რეჟისურა და ამბავი აინტერესებთ. მე ყველას მინდა ურჩიო, რომ შეხედონ გამოსახულების თვალსაზრისით. აბსოლუტურად უნიკალური სურათია, სადაც ძალიან აი სერიოზულად არის გამოყენებული ყველა ის თავისებურება, ყველა ის რაღაცა სიახლე, რომელიც ლევან პაატაშვილმა ასე ვთქვათ კინემატოგრაფში და კინოგამოსახულებაში შეიტანა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ცოცხალი კლასიკოსი, რომელიც ჩვენ შორის დადის. ეს არის უძვირფასესი პიროვნება, თავისი ცხოვრება, მისი ცხოვრება ჩვენთვის ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მაგალითი. ეს ასწაული. ასეთი თავგანწირვა, ასეთი უკიდურესი ერთგულება
ასეთი ერთადერთობა ყოველდღიურობის, როგორც ბატონ ლევანს გააჩნია, ეს მხოლოდ შესაშურია. და მე ბედნიერი ვარ, როგორც ხელოვანი, როგორც რეჟისორი, როგორც ადამიანი, რომ ბედმა მარგუნა მის გვერდით ვიდიგე. ის პირველი პროფესიით არქიტექტორი იყო. თბილისში სწავლობდა არქიტექტურულზე. სადღაც მეორე კურსიდან თუ მესამე კურსიდან ზუსტად აღარ მახსოვს, გამოიტანა საბუთები და გადაწყვიტა მოსკოვში საოპერატოროზე ჩაებარებინა. ხო და საკმაოდ მე რო ვიხსენებდა, საკმაოდ წარმატებული კურსი ყავდა მეგობრების, ვინც მასთან ერთად სწავლობდნენ და საკმაოდ კარგი პედაგოგებიც ყავდა ინსტიტუტში. მაგრამ უცებ გადაწყვიტა, რომ ეს მისი საქმე არ არის. მისი საქმე არ არის და მისი საქმეა კინო. უნიკალური ადამიანი იყო თავისი ცოდნით, თავისი კულტურით, თავისი გონებით. ახლა აი დღევანდელ დღეს რო ხმარობენ ტერმინს სმარტი, აი ძალიან სმარტი იყო, რაც პროფესიაში აუცილებელია. ძალიან სმარტი ადამიანი იყო, ძალიან მოხერხებული. იმიტომ რომ სულ გვეუბნებოდა, რომ ჩვენ არა ვართ ისეთ ფუფუნებაში, როგორც დასავლეთის ჩვენი კოლეგები, ჩვენ არა გვაქვს უამრავი შესაძლებლობა იმისი, რომ უკეთესი ტექნიკა გამოვიყენოთ, ამიტომ თქვენმა მოიფიქროთ თქვენ თვითონ გამოსავალი აი ამ რთული მდგომარეობიდან და თქვენთან შეძლოთ აი ამ რთულ სიტუაციებიდან, ასე ვთქვათ, გამოსავლის პოვნა. აი სულ მაგას გვასწავლიდა რა. შეცდომებზე სწავლას, თავისივე შეცდომებზე სწავლას. ლევანი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელსაც არაფერი არ ავიწყდებოდა, არავინ არ ავიწყდებოდა და ბოლო მომენტამდე უწყვეტად იყო ჩვენ ოპერატორებთან, თავის მოწაფეებთან კავშირში, სატელეფონო, კომპიუტერულ კავშირში და ასე შემდეგ. ისე რომ ის ქართველ ოპერატორად დარჩა ბოლომდე.